მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ რაც უნდა დაინახოს ამ ყველაფრიდან არის ის, რომ ეს აბსოლუტურად გაუაზრებელი, მე ვიტყოდი უაზრო უბრალოდ რაღაცა პროფანაცია საგარეო პოლიტიკის, რომელსაც ეწევა დღეს ბიძინა ივანიშვილი, თავის შედეგებს იღებს სწორედ იმით, რომ ვერანაირი მიმართულებით სასურველს, მოდი ესე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან კონკრეტული დავალება გაცემული აი ამ ხალხზე, უკიდურესად არაკვალიფიციურ, დაბალი კვალიფიკაციის არავითარი შესაბამისი კავშირების, ასე ვთქვათ, არ მქონე ხალხისთვის, ერთადერთი დავალება აქვს გაცემული ამერიკასთან მიმართებაში და ეს არის, რომ მას გაუქმდეს სანქცია. როგორც ჩანს, მას იხანია პირდებიან, რომ ეს არის შესაძლებელი და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ატყუებენ, რომ ეს არის შესაძლებელი და ყოველი ახალი რაღაც ინტერაქცია ამერიკულ მხარესთან ძალიან ნათელს ხდის ივანიშვილისთვის, რომ ეს უბრალოდ არ არის რეალობა. ანუ ჩიხში არის შესული დღეს ურთიერთობა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებთან ახალი ან სტრატეგიული ურთიერთობები, ან გაუმჯობესებული ურთიერთობები ქვეყნის ასიკეთოთ, მას სჭირდება ერთადერთი რამე, ეს არის მისთვის სანქციის მოხსნა და ამას ის ვერ აღწევს და შესაბამისად ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შედის ურთიერთობები. ეხლა ამ ფონზე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიც არ უნდა იძახონ ახლა და რომ შეურაცხყოფის მიყენება არავის არ უკვირს, აი ამ ივანიშვილის დაქირავებული არაკომპეტენტური და დიდწილად უბიცი ხალხისგან, ვინც დღეს საქმეებს, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ უბრალოდ ივანიშვილის საქმეებს განაგებს, რამდენი შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენონ ჯო ვილსონს ან რომელიმე სხვას, ფაქტი არის ერთი. აბსოლუტური უმრავლესობით ერთხმად ფაქტიურად იქნა მიღებული ეს შესწორება ორპარტიული მხარდაჭერით. ვნახოთ სენატში როგორ წავა ვითარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სენატშიც იქნება შესაბამისი მხარდაჭერა და ორი მნიშვნელოვანი რამ ხდება, თუ ეს ასე ჩანაწერი გადაითარგმნება და იქცევა კანონად. ავალდებულებს ადმინისტრაციას ეს ჩანაწერი ორ რამეს. ერთი ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან, რომ წყობრად იქნას გაწერილი მრავალწლიანი სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. მეორე, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ანგარიშის მომზადება, უკვე აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადადის, უსაფრთხოების გამოწვევის ასე ვთქვათ, განზომილებაში გადაყავს ამას საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ამიტომაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გადაიქცევა ეს ჩანაწერი საბოლოოდ კანონად. ამის პარალელურად კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შევა აბსურდული მოლოდინები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს ამერიკასთან მიმართებაში და აქედან ყველაფრისგან იხეირებს ქართველი ხალხი, რომელსაც სჭირდება ძლიერი ამერიკული მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლის გადასარჩევად. და სალომე, კიდევ ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ. არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ ამ შეფასებების კვალობაზე სტრატეგიის ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს დახმარებაზე უარის თქმა, დისტანცირება საქართველოს გვერდში დგომისა და პრობლემებისაგან და ასე ვთქვათ, ეს შეიძლება სრულებითაც აწყობდეს კიდეც თავად ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ცენტრებს, რომლებიც თანმიმდევრულად მას უბიძგებდნენ, რომ დასავლეთთან კონფრონტაცია ამ წერტილამდე მისულიყო. შეერთებული შტატების პოლიტიკის, რეგიონისადმი დამოკიდებულებისა და ზოგადად ამ მიმართულებით შემოტრიალების კუთხით არის ასეთი რამ მოსალოდნელი, რომ ობიექტურად შეაფასონ ის, რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს, კრიტიკული განწყობა ჩამოუყალიბდეთ და უბრალოდ თქვა, ნუ რა ვქნათ, აღარ გვაინტერესებს მაშინ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა და სანამ იქ ეს კაცი არის, ჩვენ საერთოდ არანაირ ძალისხმევას ამ მიმართულებით არ დავხარჯავთ. შეიძლება რომ ივანიშვილს ამის მოლოდინი ჰქონდეს? გაგიკვირდება გიორგი და ვფიქრობ, რომ აქ ძალიან დიდი თავისი სიტყვა უნდა თქვას ქართულმა ხალხმა, იმიტომ რომ დიდწილად დამოკიდებული იქნება ქართული ხალხის, ქართული ოპოზიციის, მედიის, აქტიური პოლიტიკური საზოგადოების საქციელზე, რა იქნება საბოლოო ჯამში ეს განწყობა, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში ესე მიმაჩნია, რომ ივანიშვილს უნდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის ჩათვალოს, რომ არის ერთადერთი
ასე ვთქვათ, მართველი, რომელიც იქნება ხელისუფლებაში მიუხედავად ყველაფრისა კიდევ დიდხანს და შესაბამისად პრაგმატულად ითანამშრომლოს მასთან მისთვის საინტერესო საკითხებზე. ანუ ამერიკული მხარისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოება იქნება ეს ასე ვთქვათ, ტრანზიტული შესაძლებლობების ათვისება თუ სხვადასხვა, ითანამშრომლონ მასთან ისევე როგორც მაგალითად თანამშრომლობენ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ხო, ეს არის ივანიშვილს რაც რეალურად უნდა და ამიტომ ვთქვი მე დავიწყე იქიდან რომ მას დღეს ერთადერთი ამოცანა აქვს რომ სანქცია მას გაუქმო. ეხლა რეალურად აი ამ ავტოკრატიული ნორმალური ასე ვთქვათ ავტოკრატიული ნორმალიზაციის შექმნას დღეს ვერ ახერხებს ივანიშვილი, იმიტომ რომ საქართველოს ქართველი ხალხი ამბობენ რომ ისინი არ ეგუებიან ავტოკრატიას, ხო? ამიტომ ჩვენ რაც უფრო ეფექტიანი ვიქნებით ჩვენს ბრძოლაში, წინააღმდეგობაში ქვეყნის შიგნით, მით უფრო ნათელი იქნება, მათ შორის იგივე დღევანდელი ადმინისტრაციისთვის ვაშინგტონში, რომ სტაბილურობა, რომელიც მათ სურთ რეგიონში, და ამ სტაბილურობის ნაწილი არის აუცილებლად საქართველოს, ასე ვთქვათ, რეგიონალურ კონტექსტში, რომ ეს სტაბილურობა საქართველოში ვერ იქნება, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი არ აღდგება, რომ სწორედ დემოკრატიული პროცესის აღდგენა არის სტაბილურობის გარანტია და ეს უნდა ვაჩვენოთ სწორედ ჩვენი წინააღმდეგობა. დიდი მადლობა.